დღეს ქრისტეშობა 7 იანვარი. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. უფლის ჩვენის იესო ქრისტეს მოვლინების დღე და დღევანდელი ჩვენი ვიდეო ეთერი შეეხება ამ კაცობრიობის არსის, რა ვიცი, ყველაფრის, ასე რომ ვთქვა, ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების არსის თავარ მოვლენას და ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ბატონი შალვა მაღრაძე ისაუბრებს. ამიტომ ძალიან ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ დღევანდელი ვიდეო ეთერიდან. ბევრი ახსნელი და სალაპარაკო იმ მხრივ, რომ ქრისტეს მოვლინებამ კაცობრიობის არსებობაში რა ცვლილება მოიტანა, მე მგონი ზოგადად ნორმალურ ადამიანს არ უნდა ჭირდებოდეს ბოლო-ბოლო წელთაღრიცხვაც კი სოფლიოში ქრისტეშობიდან დაიწყო, შეიცვალა საერთოდ კაცობრიობის არსებობის აზრი, არსი, ყველაფერი და როდესაც მოდის ქრისტეშობის პერიოდი, დღევანდელ საქართველოში ერთი რაზეც მიდის საუბარი 25-ში აღნიშნოთ თუ 7-ში აღნიშნოთ, რუსული შობა თუ ევროპული შობა, ყველაფერში უკუღმა არეული და რეული. ამიტომ ამ ყველაფერი საგიჟეთებს რომ თავი გავანებოთ და სინამდვილეში ქრისტეშობის არსზე ვისაუბროთ. დღეს ბატონი შალვა ისაუბრებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგესალმებით ბატონო შალვა, გილოცავთ ქრისტეშობას, რაღაც დაესწარით. შობის მადლი გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს, ყველა მორწმუნე ქრისტიან ადამიანს. და რა ვიცი, გელოდებით დანარჩენი მეც და ჩვენი აუდიტორიაც ას ვეტყვით ამ ამბავთან დაკავშირებით. შობის საიდუმლოსთან დაკავშირებით. მოგესალმებით, ჩემო ერმილე. მივესალმებით ყველა ღირსეულ ქართველს. გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს, ქრისტეშობას. ყველას. მანდილოსას, მამაკაც, საქართველოში მცხოვრებს თუ მის ფარგლებს გარეთ ყოფთ. ახლა მე რაზეც უნდა ვისაუბრო ჩვენ თვეების წინ, შეიძლება ერთი წლის წინათ დადებული გვაქვს ესეთი ეს ფაქტიურად ამის ახსნა. თუ რა იყო მიზეზი? აი რა არის იცი, ახლა შენ ისი მეტნაკლებად მე ჯულის კანონში ჩახედული ვარ, წაკითხული მაქვს ახლა ეს 7-ვე მსოფლიოს საეკლესიო კრება, ძველი ახალი ახმა, რა ვიცი, იგი წმინდა მამების საეკლესიო კანონები და კანონიკური ეპისტოლები, მაგრამ აი ასე უბრალოდ გასაგებიერი და ამავე დროს არამიწიერი რაღაც ღვთაებრივი აი ძალით როგორც რუისულმისის კრების შესავალშია მოცემული ეს ყველაფერი, მე მართლა გეუბნები, მე არ ვარ აი რაღაცა ურა პატრიოტი და ჩვენ და ქალ, მაგრამ ეს მართლა ასია და ამიტომაც მინდა აი რუისულმისის კრების შესავალი, რომელიც საცხოვნებელი ქადაგებაა, და ნაწყვეტი თუ ჩვენ ხელშია შეგვიძლია ბოლომდე ვთქვათ ეს შესავალი კიდევ ვიმეორებ, ეს არის ერთადერთი საეკლესიო დოკუმენტი, როგორც შესავალი, ისე მისივე 19-ვე კანონი, რომელიც შედის დიდი ჯულის კანონში. სხვა ქართულ ენაზე დაწერილი არაფერი არ არის, რომელიც დიდი ჯულის კანონში შედის. ის კი არა, უფრო მეცად გეტყვით, ლოცვებიდანაც კი დიდი ჯულის კანონში შედის მხოლოდ მამაოჩვენო. ნახეთ, სახარება მე-6 თავი მე-5 პუნქტიდან 15 პუნქტის ჩათვლით და იქ ყველაფერი გარკვევით წერია, მაგრამ სანამ რუისულმისის კრებაზე ვისაუბრებ შესავალზე, მე მინდა ორიოდე სიტყვით მის შემქმნელებზე თქვა ერთი-ორი სიტყვა. აი წინა გადაცემაზე, როდესაც ბაზალეთის ტბიდან მანქანაში რომ საუბრობდი, მე ვთქვი, რომ მე მჯერა რომ ნახდა ჩვენ უფლის შეულიერი ვართ და ღვთისმშობლის წინხვედი ქვეყანა ვიყავით. და მართლა სასწაული მოხდა, რომ ჩვენ ასეთ სიტუაციაში, ასე მუსულმანთა ოკეანეში, ასე მცირე რიცხოვანი, ასე პატარა ტერიტორიაზე ყოფილიყო, რომ სისხლისგან დაცლებმა, რომ ეს გოლგოთა გამოვიარეთ, იობის ტანჯვას გაუზრეთ ეს და თვითმყოფადობა და ჯულის ერთგულება დღევანდელობამდე რომ მოვიტანეთ, ეს ნამდვილად უფლის უდიდესი წყალობაა.
და მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი წყალობა განა არ იყო, როდესაც მან მე-11-მე-12 საუკუნის მიჯნაზე საქართველოს მოუვლინა ორი ღვთაებრივი პიროვნება. არ ვიცი, აი მე ვერავინ დამაჯერებს თუ დავით აღმაშენებელი ეს ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ჩვეულებრივი მოკტავი, არ მჯერა და მომკალით თუ გიდა როგორ აი ჰუმანურობის, შობილების, ღირსების, სიბრძნის ღვთაება და მისი გამზდელი აი ნიჭიერების, თავდაბლობის, პატიოსნების ცოვანი ტიტანი დიდი გიორგი ჭონდიდელი. და სწორედ ამ ორი უდიდესი, აი აქ ის სიტუაცია, როდესაც ორივემ შეიძლება იამაყოს, როგორც მოსწავლე მასწავლებლით, ასევე მასწავლებელმა მოსწავლეთ. სხვადასხვა ჩვენ ადე გვილაპარაკია ასეთივე ჯაჭვი, ცოტა უფრო ძელი ბერძნებსაც აქვთ რა. სოკრატეს ვისაუბრია მაგის შესახებ, სოკრატეს მოწაფე პლატონი, პლატონის მოწაფე არისტოტელი, არისტოტელის მოწაფე მაკედონელი. იქაც სერიოზული ჯაჭვია, მაგრამ მე არავის არ ვადარებ კაცო ჭყონდიდელს და დავით აღმაშენებელს და სწორედ ამ ორი ადამიანის უდიდესი ძალისხმევით შეიკრიბა რუისურნისის კრება, დაიდო ძეგლისწერა მისი 19 კანონი და ამ კრებამ ძეგლისწერა ისეთი საეკლესიო სისტემა შექმნა, ისე შეადუღაბა ქართველი ერის სულიერება, ისე აღავსო ისე ზნეობრივად, ისე განწმინდა მორალურად, ისე წამოაყენა ფეხზე, რომ რას არ გაუძელიდა დღევანდელობამდე ჯულისადგურება მოვიტანეთ, ვაი რომ დღეს მართლა სერიოზულ პრობლემებს უქმნია. ორიოდე სიტყვა მინდა რომ აი ასეთ პიროვნებაზე აი როგორ ჭონდიდელია, ალბათ საერთოდ აი დახასიათება აი ერთადერთ ალბათ საქართველოში ერთადერთ გენიალურ პროზაიკოს, ალბათ დიდი კონსტანტინეს გარდა არავის არ ქონდა უფლება რომ აეხასიათებია ალბათ და როგორ ახასიათებს. მარად მორჩილი, მარად მდუმარე, მარად ახსნებული, მაგრამ თავშეკავებული, თავგანწირული, არა მაყვედი თავდადებისა, ბუნებით გმირი, ბუნებითვე თავმოდრეკილი, რომელსაც სიტყვა მე დავიწყდა ხოლმე და მხოლოდ ჩვენ სიტყოდა ხოლმე და ამ ჩვენში იგულისხმებოდა მეფე, ერი და სახელმწიფო. თორსა და ფალს არ იხშორებდა მოხუცი ჭაბუკებთან ერთად ხвლის ამოწმდენას დანაწევრებული. თავის გახუნებულ ბევრ ჩოხასი მორჩული, ყოველგვარი თვით გამოჩინების მოძულე, დიდი ვაზირი და მთავარ ეპისკოპოსი თვითონაც ისე საწყალობლად ცხოვრობდა, როგორც ერთი ვინმე უპოვართაგანი, ერთადერთი მესაწორე ბერის ბესას ამარა ჭონდიდელთა ბატონკაცის სასახლეში ცარცვის შაჭამანდი იყო მისი ყოველდღიური საზრდო და მოხუცი ძიძიშვილების ქარძალთა მიერ გამოცხარი ხმიადიო გაგისკდება რა გული ამ გადაჯიბებულ ჩვენ სამდელოებას რო დაინახავ და ასეთი რაღაცები რო გესმის და რო წავიდა უფალმა რომ მოუწოდა როგორი გამოსაფშირებლები სიტყვები მაგრახლა დიდი ხარ და რა პატარა კუბო მიხმარა შენთვის საქართველოს დიდო მოამაგა მამა გიორგი ინებოს უფალმა ქართველმა ერმა შენ მოგბაძოს უკუნისამდე ერთამ ბრძოლაში შენი ხმალი და შენი ჯვარი მუდამ წინ გაუძღვება ჩვენ ერს გონებ გეყო მახვილის ქნება 75 ჭრილობა თან მიგავს სამარეში ერთამ ბრძოლებში მიღებულიო ვაი ჩვენ უშენოთ თორე შერა გიჭის სულ მნათო და ვარ მოხtildeო რაინდო ჩვენო არ ვიცი ახლა რა ვის უნდა მოუწოდეს ეკლესიის მსახურებიდან რომ ასე სინდისის ქენჯის გარეშე შეიძლება თქვა რომ ვალმოხტილი მიდის ამ ქვეყნიდან დაქცეულია რიტუალების დონეზეა დასული უკვე გამაღიზიანებელი გახდა ეს რიტუალების რაღაცა ხო და აღმაშენებელს მართლა რა უნდა აგერ შენ კარგად იცი ერთი ორჯერ ვიღაც აღმაშენებელზე რაღაცებს საუბრობ
არ შეიძლება რა ემი ყველაფერს უნდა გქონდეს საზღვარი ხო აი უსაზღვრო ნაპირო დროდასილცე მეგონა მაგრამ აღმაშენებაზე საუბრობენ ვიღაც აი ბაქტერიები არ ვიცი რა არ ჩანა საერთოდ რა და აღმაშენებელს განსჯინა მე ადრეს ახლა სიმღერა აღმაშენებელი თლათ რო შეკრიბოთ გერმანელი პოლიტიკოსები მეცნიერები საზოგადო მოღვაწეები ისე შეიძლება შევადაროთ როგორც წყნარი ოკეანე შევადაროთ ნახევრად ამომშრალ წვიმის გუბეს ხო კარგი აი სალვა რა ვიზებ ლაპარაკობთ ახლა მშობა დღეს შობის სასაუზი ხო არა აღმაშენებაზე ვსაუბრობ კაცო და მე მაგაზე მახსენდება რუსთაველის სიტყვა მთვარესამ 9-მა ვარსკვლავმა ვითამცა კადრამ ტერობაო რა ერთზენი ფილი რო აღმაშენებელს ახსენებს იქ დამუბულები ვართ ხო არიცი რო ახსენებენ და შენც კარგად იცი დაჟე საშინა უწრეში არ მინდა რომილე ხო და ნუ ახლა წარმოიდგინე უბრალოდ აი ორი სიტყვიდან და გადავალ მაშინ რუსული სისტემაზე ბიჭო 73-ში დაიბადა კაცი 99 წელს ნუ ცოტა გაკრა კაიქნა რომ მის მამამის და 91 საძახში გამეფდა 3-ში სამშვილდე აიყო ესე იგი 4-ში 3-ში რუსულისის კრება მოიწვია მაგრამ ძეგლის წერა შემდეგ დაიდო ან 4-ში ან 5-ში ზუსტი მონადი რატო იმიტომ რომ ერწუხის ბრძოლა იყო 4-ში ამის შემდეგ შემოიერთა კახეთი და ჰერეთი და იქ წერია რომ კახეთა მეფე იყო და იქ ახლა ტყუილი რუსულისის კრება ეს არ არის ვიღაცეების დაწერილი 6-შივე დაიწყო გელათის მშენებლობა 10-ში ტაძარი მოთავდა მთლიანად კომპლექსი მისი შვილმა ესე იგი 10-ში აიღო სამშვილდე და ძერნა 15-ში რუსთავი 17-ში აიღო გიში 18-ში აიღო ლორე და აგარანი 20-ში აიღო ყაბალა 21-ში აიღო თბილისი 21-ში მოიგო დიდგორი 22-ში აიღო თბილისი 23-ში აიღო ანისი დმანისი 24-ში მთლიანად შემოიერთა შირვანი და 25-ში გარდაიცვალა ხო და ნუ ჩამოთვლა გაგიჭირდება კაც და რო დაიბადა თანაც მაკედონელი გზა გაერთიანებული საბერძნეთი რო დახვდა იმას უშოლებელი ჯარი ეს მარტო ქუთაის და მის შემოგე რაღაცა ღვთაებრივი პიროვნება იყო და აი შეიკრიბენ რუსულისის კრება ხო გითხარი მაშინ ცოცხალი ვიცი რომ ჭონდიდელზე 18 წელს გარდაიცვალა აი ყიფჩაკების ჩამოსახლების დროს ალანებში გარდაიცვალა ახლა დიდგორი და შემდეგ ეგარ მოესწრო მაგრამ ამ რუსულისის კრება რო არ ყოფილიყო დიდგორიც არ იქნებოდა ეს ორჯერ 2-4 ხო და შესავალი კიდევ ერთხელ ვიძახი არის საცხოვნებელი ქადაგება და ძალიან აღთხოვთ იმიტომ რომ უბრალოდ ესე თანაც ახლა ეს რამეს გეტყვით ეს რუსულისის კრება უნდა იცოდეს უენა ეკლესიის მსახურება პირდაპირ ბრძანებს კაცო კრება ეს არის წმინდა და საეკლესიო კანონთა კრებულიო შიგნით წერია დაბეჭილი და შენახული ყოველგვარი შემატებისა და მოკლების გარეშე ამ კანონების ცოდნა მოყოლა და მტკიცედ ყრობა მართებს ქრისტიანული მადიდებლობის ყველა წინამძღვრ მღვდელმთავარს მღვდელსა თუ დიაკონს ჩვენში წინამძღვრად სახელდებულ მონაზვნებს და მთლიანად და სრულიად მართლმადიდებელ ეკლესიას ეს ყველაფერი იმიტომ ვახსენებ თუ თავიდან ჩვენი სიტყვის სახე გავსაზღვროთ არ ვიცი ახლა ყველა შემთხვევაში 5-6 წლის წინათ საქართველოში არც ერთმა სასულიერო პირმა არ იცოდა შემდეგ შეიძლება ისწავლოს ძალიან კარგია თუ ისწავლოს დავიწყოთ თუ შეიძლება და მინდა რომ დაუფიქრდეთ აი ისეთი რაღაცები ცოტა წერია აი პირველი ნაწილია თუ რატომ მოხდა განკაცება ქრისტეში რატო განკაცდა ღმერთი აი რა იყო იმის მიზეზი რომ ღმერთი განკაცდა ასე მე ასე იზახიან მაგრამ აუ ჩვენი ცოდვების ეს არის საერთო ფრაზები მაგრამ კონკრეტულად და აი ნახეთ რა სიზახე რა არის მოცემული რუსულისის კრებაში შეიკრიბა აფხაზთა ქართველთა რანთა და კახთა მეფის დავით აღმაშენების ბრძანებით იმიზესთან გამო რომელთა შესახებ ქვემოთ არის მსჯელობა მთელი ხილული და უხილავი სოფლის
და მთელი შესაძლოები და გზნობადი ბუნების არაარსისგან არსებად მომყვანმა ღმერთმა უხილავთა და ზესთა სოფლის ძალთა ბუნება უხტავებითა და უხსნელობით შეამყო, ხოლო ხვენა სოფლის ყველა მკვიდრი შექმნასა და ხრწნილებას შორის განაწესა. შემდეგ მოიგონა რაღაც ახალი და უცხო დაბადებული კაცი, რომელიც თავის თავში ატარებდა თვითონ დამბადებას, მეტყველისა და უტყვის და ყოველივე შექმნილი ბუნების ზიარებას. მის მიერ, როგორც საერთო საკვირველის მიერ ღმერთთან შესაერთებლად, შეიკრიბება ყველა დაბადებული და ხუთივე სახე არსებათა თანადროულად დაიშლება. იგი როგორც რაღაც მეორე სოფელი დაამკვიდრა ქვეყნად, მცირე დიდი და დიდი მცირეში. თვითმშვენიერი და დიდებული სამოთხე განაშენა ედემის აღმოსავლეთით, მაგრამ როდესაც კაცმა თვითმფლობელობის საგნად მიისთვის მიცემული რჯული საღვთო ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და ეშმაკის შურითა და დედაკაცის ცდუნებით გზას აცდა, განიდევნა ცხოვრების ხის, სამოთხისა და ღვთისაგან ბოროტებისათვის და სიკვდილითა და ხრწნილებით დასჯილი მრავალი ნებითა ძვირითა მოცულ იქნა. პირველად მის სისხლით ხელშეღებილმა კაენმა ღვთის მეორე წყების ღირსი გახადა ქვეყანა. შემდეგ მირთა სიბოროტებ დამბადებელს შეანანებინა უცხო ცოცხალი კაცის ესოდენ საკვირველების დაბადება და პირის მისისაგან ყოველივეს ამღვრელი წარღვის შეჩერება. ხო, ამის შემდეგ გოდოლთა მაშენებელთა თავხედობის გამო ენათა შერევი და ტომება დაშლით მეოთხეჯერ დასაჯა მან კაცთა მოდგმა, ხოლო კერთა თაყვანისცემის სიბეცემ და დამბადებლის ნაცვლად დაბადებულის მსახურებამ სრულიად განაშორა და უცხო ხო კაცი შემოქმედი ღმერთისაგან. სოდომელთა სიბილწი ცხოვრების ღაღადისმა ღმერთი აიძულა ხუთქალაქის მხარე ცეცხლით დაეწვა. შემდეგ ფარაონის გულფრთხობასა და ეგვიპტელთა უკეთურობას არნახული ძალადობისათვის უცხო სამაგიერო მათ გვამებს უჩვეულო დამმარხველი საფლავი მიეწყო. ორი სიტყვი გადახვევისათვის ეს ბაბილონის გოდოლზია საუბარი და მავროდის რომ ის არის შეტყორცნა გახსნილ ცას ფაქტურად ერთი რო გამიწს გამო დაშალა ტომებად, ხოლო ვიცით ახლა უცხო დამმარხველი ეს მოსეს წირომ ზვარომ გაიყო რომ გაიარეს და შემდეგ რომ დაიხჩა შინე ამაზე არის საუბარი რომ დაახჩა შემდეგ მთელი ევროპული ეგვიპტური ჯარი. ამის შემდეგ დიდი მოსე, სჯული, გლობა, სხერპლი, სხვადასხვა სალხინებელი, საჯულნი, მეფობა, წინასწარ მეტყველება, მოსახსენის წინასწარ ცოდნა, ღვთის სახეცვლილი გამოცხადებები. მერმე ისევ კერტსახურება, თვით მოსეს მიერ ეგვიპტიდან გამოყვანილი, სჯულდებული, ამოდენა პატივის ღირსქმილი და ღვთის პირმშოძეთ აღიარებული ერისაგან. მერმე ისევ ძალადობა, ისევ ტყვეობა, მრავალ გზეს, მრავალი ნათესავისა და ბოლოს ბაბილონელთა მიერი ტყვეობა, რომელთა მეფის ღვთის საწინააღმდეგო გამონაგონი საქმით ამხილა სამმა ისრაელელმა ჭაბუკმა, როდესაც კინის ბორკილების გამდნომმა ღუმელმა შეუხებლად დაიცვა დაწვისაგან მათი ადვილად დასაწვავი თმები და ესე იგი თმები და სამოსელი. მერმე ისევ ტაძარი და ქალაქი, ისევ ჯული და ღვთლობა და რამდენი რამ იყოს ჯულისეული და საკვირელის ჯულისებ სახურისეული, მაგრამ ვერც ერთმა ზემო ჩამოთვლილმა ვერ შეძლო ბუნების განკურნება. ტანჯვა და საშინელება, ქველმოქმედებითი სიტყვება და მასთან ერთად ბუნებითი და
ჯული უქმნი იყვნენ და უბოროტესი სატკივარისათვის უძლიერესი წამალი იყო აუცილებელი. ახლა იმაზე რო არის საუბარი ეს ნაბუქოდონოსორ მეფეზია საუბარი და ეს სამი ჭაბუკი არის ანანია, აზარეია და ისრაელი. რო არ დაიწვენ ღვთის მადლით. ხო და ახლა არის თავარი, აი რა ხდება. ამისათვის თვითგმამოვანი სიბრძნე და ძალა და მამა ღმერთის თანაარსი სიტყვა, რომელიც დასაბამს იყო ღმერთთან იყო და მარად იყო მივიდა თავის ხატთან და უხსნელი და ყოვლად უბიწო სისხლისაგან. ჭეშმარიტებით საკუთრივ ღვთისმშობლის და მარად ქალწულის ხორცი შეიმოსა ხორცისათვის და სიტყვიერ და გონიერ სულ შეეზავა ჩვენი სულისათვის. მსგავსით განსაწმენდა, რადგან მიუღებელი უკურნებელიც არის თავისი შექმნილის ნაცვლად თვითონ მიიღო ბრძოლა. ამგვარად ყველა ხორცთამიერი განგება ჯვარზე ვნებით საფლავი და ღვთიმშვენიერი აღდომით სრულ ყორა ქვეყანაზე ზეცაში დიდებით აღმავალმა გაგზავნა თავისი 12 მოწაფე, რომელსაც მოციქულები უწოდა, რომ ღვთის ცოდნის ნათლით სოფლის ყველა მხარეს მოაშორონ უღმრთოების სიბნელე და წმინდა სამების ნათლისცემის წინაშე ნათლისცემით ასწავლონ თაყვანისცემა თანაარსი ერთმერთეებისა და მაცხოვრებელი ცნებების დაცვით დაუბრუნონ კაცს თავდაპირველი ნეტარებითი დიდება. აი ეს არის არსი, რატომ მოხდა განკაცება, მაგრამ გავაგრძელოთ ჩვენ მაინც არა. ბატონო შალვა, მე პერიოდულად შეგეკითხებით, იმიტომ რომ არც მე მაქვს დიდი თეოლოგიური განათლება. ხო, კი ჩანხარ შალვა. არა, დავარდა ერთი გავასწორე. კარგად ჩა. ვერ ვასწორე. არა, ფექი მოწყდა, თუ რა მოვიდა, მეცა? ვიდე დაჩება. ახლა კარგი. ჩვენიერი. გავასწორებ, არა, ის არაა. გავაგებ. ხო. მე როგორც რა თქმა უნდა თეოლოგიაში ნაკლებად განათლებული ადამიანი ჩაგეკითხები აი როგორ იცი, აი ძველი ქართული სიტყვებით, სახარევისეული სიტყვებით, ანუ განმარტება რო იყოს უბრალოდ. ანუ სანამ ქრისტე მოევლინებოდა დედამიწას, სანამ ქრისტეს შობა მოხდებოდა. მანამდე ხო არსებობდა პატიოსანი ადამიანები, რომლებიც გარდაიცვლებოდნენ და მათი სულისთვის სამოთხე იქაური ცხოვრება დაკეტილი იყო, ხო? ანუ საცხონებელი. იმიტომ როგორც ცნობილია, პირველი ავაზაკი შევიდა ქრისტესთან ერთად სამოთხეში. ყოლა როგორც ქრისტე მაგრამ მე მგონია მაინც ახლა ბოლო კაცო იოანე ნათლისმცემელი იყო, მანამდე იყვნენ წინასწარმეტყველები და ახლა ისინიც უფლის სასუფეველში შევიდოდნენ. მე მგონია ახლა მაგან იმას კი არ უთქვა რომ მარტო შენ იქნებოდიო, იმან უთქვა რომ ჩემთან ერთად შენ იქნებიო, ჩემ გვერდშიო, მაგრამ მას არ უთქვია რომ მაინდა-მაინც მარტო შენ იქნები და პირველი მე არ მგონია რომ ახლა იოანე ნათლისმცემელი ვერ გავიგე, სად უნდა მოხვედრილიყო იოანე ნათლისმცემელი. შალვა, მეც რატო გეკითხები, იცი, შენ ღრმად განათლებული ხარ ამ საკითხებში. აი ასე პირველად, აი ახლა რო შემეკითხე, შენ ხო პირველად მე მასეთი კუთხით, აი რუისურბნისის კრების ერთადერთი სიტუაცია ის არის რომ შეკითხვები ამ რუისურბნისის კრების გარშემო მე საერთოდ არ პასუხობ ხოლმე, შენ მაინც ახლა შევეცადე გიპასუხო, იმიტომ რომ
აქ აი საერთოდ ღმერთს აქვს თვითონ ღმერთს წმინდა წერილში წერია რომ მე ადამიანის ტვინი ისე არ შემიქნიაო რომ ყველა ჩემს საიდუმლოს ჩაწვლესო ამიტომაც არის მე მაგალითად ძალიან ხშირად ღმერთს ახსენებენ რაღაცა სამეცნიერო შრომებს და რაღაცა მე ესეთი რაღაცები რო არ მოგატყოდიდათ არ მწავს რა არაფერს არ წერდა სამეცნიერო შრომებს აღმაშენებელი ქეთევანწამებული 100,000 მოწამე 6,000 გარეჯელი ბერი დემეტრე თავდადებული მაგრამ ნეტავ მაშინ რომ წმენაში იყვნენ ახლა მიათე წმენაში იყოს იმეს კარგი გავაგზავნე მაშინ თუ შეიძლება და აქ უკვე აი ძალიან აქვს თქო შეიძლება ბერმა ვისაც მოსმენილი არა აქვს და წაკითხული არა აქვს ბევრი რამე ისეთი რამე კი ბატონო გააგრძელე უბრალოდ მე მინდა უბრალოდ ერთი რაღაც არ ვიცი ჩემი აზრით მოხდებოდნენ უფლის სასუფეველში ღირსეული ადამიანები ხო ნუ გასაგებია რომ მე მინდა ერთი რაღაცა ვთქვა უბრალოდ ანუ მარტივ გასაგებენაზე რომ ვთქვათ რომ ქრისტე შობით კაცობრიობას მიეცა საშუალება სწორად ცხოვრებისა და საუკუნო ცხონებისა ხო აი უფლის მოვლინებით დედამიწაზე მაგაზე ვილაპარაკე ამდენი ხანი რომ ესე იგი სასწაულები ხდებოდა არაფერი არ გამოვიდა არც წარღნა დააწვა დაანგრია დალეწა ღმერთმა ყველაფერი რა არ გააკეთა მოეფერა და ბოლო განკაცდა ჩამოვიდა და ამ ხალხის მაგივრად ადამიანების მიერ თვითონ ეწამა და ამით გამოისყიდა მაგათი ანუ ასე მარტივად რო გასაგებ მარტივ ენაზე რო ავხსნათ ესე იგი მამაღმერთმა თავის დროზე სადა დასჯა კიდეც გამოძევება ვთქვათ ედემის ბაღიდან წარღვნაც სადა სოდომ გომორის სადა ამოწყვიდა მაგრამ ადამიანის ბუნება მაინც უკუღმართობისკენ შეტრიალდა და ამისთვის მოავლინა ძე მისი რომ ადამიანის სულში და გულში შობილიყო კეთილშობილება უფალი და ესე შემდეგ მაგაზე იქნება ახლა ყველაფერი რუსული რატომ მგობშალვა იცი ხო იცი მაინც ცოტა ბიბლიური ენითაა საუბარი ძველი ქართული ენითაა საუბარი უფრო გასაგებად იქნება დასკვნის ეტაპში უფრო გასაგებად იქნება რუსული სისტემაში უფრო გაიგებს ხალხი ჯერ პირველ ნაწილზეა საუბარი მოციქულები როგორც იმ სიმათ აი ხომ ესე იგი ხო წარგზავნა 12 მოციქული წინაში მოციქულები როგორც იმ სინათლის ძის შარავანდები მოეფინენ ქვეყნის კიდით კიდეს და უხდო კერთ თაყვანისმცემლობის გონება არეულობის ნაყოფის სულიერი מחვილით მოჭრეს სარწმუნოებრივი ცეცხლით მოწვეს და შემწყნარებელი კაცების გული ჯვრის სახნისით აღბეჭდეს მასში სარწმუნოების კეთილმსახურების თესლი დათესეს ღვთაებრივი მშვენიერებით ასწავლეს ერთი და ჭეშმარიტი ღვთის ღმერთის თაყვანისცემა და მსახურება მრავალი და სიცრუით მოპოვებულ ღმერთების ნაცვლად ესე იგი საკერპო ესე იგი ტაძრებისა და კერპების ნაცვლად უამრავი საკუთრეველი და ეკლესია აუშენებს ღმერთს ქვეყნის ყველა მხარეში ასწავლეს ხორცის სიძულვილი მათ ვისაც ეს სოფელი ქვეყანა ღმერთად მიუჩნია და ესე იგი მიაჩნია და ხორციელ ტკბობათა გემოთა ძალადობის მონა გაუხდია თავი ელინური გამონაგონი სიბრძნე რომელსაც ზოგის გულუყვილობით ღვთისგან ბოძებულ სიბრძნედ ითვლებოდა მთელი სიბრძნით ამხილეს და ცხადყეს რომ მათი ზეპირ ზღაპარ მწერლობითი ხელოვნება ლაპარაკის ღირსიც არ არის ნუ ბერძნულ მითოლოგიაზეა საუბარი დიდი კლემენტოსის მიერ დაწერილი იქნა 85 საეკლესიო კანონი ნუ ეს ბასილ დიდზეა საუბარი
ახლა მიდის მე ახლა უკვე შემდეგ მიდის ცოტა ისეთი რაღაცეები რომელზეც ალბათ შეკითხვები დაიბადება ნუ ახლა ჩვენ უნდა დაუჯეროთ რომ ისურვეს სისკრებას არა გვაქვს უფლება არ დაუჯეროთ მოციქულთაგან ერთი პირველწოდებული ანდრია მოციქულთა თავის პეტრეს ძმა ჩვენამდე მოვიდა სახარების საცხოვნებელი ქადაგება თელ საქართველოში იქადაგა ერის ურიცქვის სიმრავლე ორმაგი ეშმაკოულობის საცდურს განაშორა და ასწავლა ერთი ღმერთის და ქრისტეს და მათი თანაასის სულისპინდის თაყვანისცემა დიდი დროის შემდეგ ქართლის უმრავლესმა ერმა დაივიწყა მოციქულის ქადაგება და კერპთა საცდურს დაუბრუნდა ესე იგი მოციქულთა ქადაგების ნაყოფად მთელი მსოფლიოს მრავალ მხარეში აღმოჩნდა 8 წლის დამდებ ქრისტეს სიკვდილს მიმსგავსებულ მოწამეთა სიმრავლე გავიდა 300 წელი კონსტანტინეს გამეფებამდე კონსტანტინე გახდა პირველი მეფე ქრისტიანთა შორის თვითონ გახდა მოციქული საცხოვნებელი ქადაგების ქადაგებელი და ქრისტიანთა ღვთისმშვენიერი მოქალაქეობისათვის თავისუფლების მადლის მომფენელი და ახლა ისეთი რამეა რასაც ბევრი ვერ დაიჯერებს ალბათ მაგრამ ამავე დროს ჩვენ უკვე მადლით გაგმოხვედა აღმოსავალმოო ვიდმე ტყვე დედაკაცმა რომელსაც ნუნა კაბადუკიელს უწოდებენ ჩვენში არსებული საეკლესიო წყაროები ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმართ ნიშებს შემოსილი სასწავლების საკვირველ ქმედებით მიიზიდა ქართველთა სრული მოდგმა ქართველთა მეფე მირიანმა მეფეთა შორის დიდ კონსტანტინესთან გაგზავნა წარმომადგენელი გამოითხოვა მისგან ანტიოქიის დიდი ეკლესიის საყრდნიტობელი ევსტაქი და თავის ქალაქ ცხეთას ჩამოაყვანინა მისი წმინდა ხელით ნათელიღო მან და მთელმა ქართველმა ერმა თვით პატრიარქთა შორის გამორჩეულმა ევსტახიმ თავისი ხელით ჩაუყარა საფუძველი ცხეთაში აშენებულ ეკლესიას რომელიც დიდი მონდომებით განასრულეს რა განწმინდა იგი და მასში ქართველთათვის ხელდასმულო ეპისკოპოს კათოლიკოსი ახლა მე პირველად მე ერმილე მოყოლინმა შენ ჩელიაბინსკის მიტროპოლიტი რო გავიცანი მეუფე იოვი ძალიან წესიერი კაცი იმან თავიდან ესეთი საუბარი რო დამიწყო რომ წმინდა ვინ ქრისტეს ჯუზე ვინ მოგაქცია თუ ნუ ცალსახად ეგრევე წმინდა ნინო უთხარი და ნუ მაშინ მითხარ რომ ისა და მაშინ ისე რა ისე სხვანაირი აი კეთილშობილი პიროვნება იყო აი გულს რო არ გატკენდა და კი მაგრამ უკვე ნიკეის სოფლიო საეკლესიო კრება ხო იყო კი წმინდა ნინო ხო არ იყო ეკლესიის მსახური არა თქვა უთხარი მაი ვიცოდი და აბა ხო იქ მიღებული იყო რომ როგორ მოაქცია ისო განმანათლებელი იყო მან შეამზადაო და თქვენ მოგაქცია თუ ანტიოქიის პატრიარქმა რა ქრისტეს ჯუზე ახლა კარგად გამიგე რა ახლა ბოლოს ვიტყვი ვინ შეიკრიბა მარტო ჭონდიდელი და ის კი არ იყო კაცო აღმაშენებელი ახლა მე-12 საუკუნის დასაწყისში თრად ყველაფერს წერენ რაც კი სამყაროს დასაც რო დაასდა სამყარო ადამიანის ცხოველების ყველაფრის გაჩენაზე საუბარი მიდის ყველაფერი იციან დაწვრილებით და დავიჯერო რომ ის აღარ იცია 70 კილომეტრში რა ხდებოდა კაცო ახლა უფრო მეტი საიდან ვიცით კაცო იმის შემდეგ საეკლესიო დოკუმენტები თუ დაიკარგებოდა ახალი ხო არ შეიქმნებოდა ხო სწორი ვარ რა გამიგე რასაც ვიძახი კაცო და ახლა როგორ შეიძლება ახლა მე ამას არ დაუჯერო ნუ არ მინდა ხო და ამიტომაც შემდეგ ამ სხვადასხვა ჩვენ ანტიოქიის ეკლესიის ანტიოქიის საპატრიარქოს
შედიოდა მას ვიყავით დაკავშირებული და შემდეგ ავტოკეფალია რომ მივიღეთ ადრე მივიღეთ მაგრამ პირველი კათოლიკოს პატრიარქი ჩვენ ყავდა მე-11 საუკუნეში სხვადასხვა მელქისედეკ პირველი დიდოსტატის მარჯვენა შიროა 1010-33 წლები ის იყო ჩვენი პირველი კათოლიკოს პატრიარქი მაგრამ სხვათა ერთი კიდევ მომენტია აი გიორგი მთაწმინდელზე ბერძნები ათონის მთაზე სხვათა შორის ძალიან დიდი იორები იყვნენ არ ცნობდნენ მაინც უვარდებოდნენ ათონის მთაზე იყო კივილი წივილი აწიოკებდნენ რა ვიცი ამტვრევდნენ ყველაფერს და მაშინ 57 წელს 1057 წელს ხდება გიორგი მთაწმინდელი ანტიოქიის პატრიარქი. ნუ იმასაც ევსტაქი ერქვა, ახლა ეს სხვა ევსტაქია პატრიარქი. და იმავე რა მოგივიდა თუ ახლა რო იყოთო, კაცო, თქვენო დაკავშირებულიო და ჩვენს ღვთისქვეშ იყოთო ანტიოქია, ხო იცით ეს წმინდა პეტრეს სამოციქულო ტახტია. ანტიოქიის. კიო ამან უთხრა, კაცო. მაგრამ ბიჭო საქართველოს სამოციქულო არისო წმინდა ადრე პირველწოდებული სამოციქულო ტახტიაო და ვერ გავიგეო ეუბნება ანტიოქიის პატრიარქ გიორგი მთაწმინდელი ისტორიული ის არის აღწერილია ჩვეულებრივად და ვერ გავიგეო აი მომწოდებლისო მან მოუწოდაო ქრისტესთანო პეტრესო და მომწოდებლის სამოციქულო ტახტი ვართო და ჩვენ არა გვაქვს ავტოკეფალიის უფლებაო და წესიერი კაცი გამოდგა ის მართლა წესიერი კაცი ეს ევსტაკი ყველა მიტროპოლიტები დაიბარა და უთხრა ბიზია თქვენ მრევლს ყველას მიხედეთ აღარ გავიგონო რომ ზედმეტი რაღაცა და იმის შემდეგ შედარებით დამშვიდა ყველაფერი ხვდები რასაც ვიძახი და ესე გიორგი ჭყონდიდელის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული კიდევ დამსახურება ესეც არის რომ მან ანტიოქიის პატრიარქთან დაიცვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გამიგე 1057 წელს გიორგი მთაწმინდელის გიორგი მთაწმინდელის ხო გიორგი მთაწმინდელი აბა რა ვთქვი ჭყონდიდელი თვიდა არა მთაწმინდელი მაგას ჭყონდიდეს ხო და ახლა უკვე დასკვნითი ანუ სწავლა ბოდიში არ გადავიდეთ თემიდან ეს ის პერიოდი არის როდესაც მიუხედავად ყველაფრისა როდესაც ქართველებმა ბიზანტია გადაარჩინეს და როდესაც თორნიკე ერისთავი ათონის მთაზე ცხოვრობს აქვს თავისი სამოღვაწეო ყველაფერი შეწირული აქვს მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა სრულად არ არის აღიარებული საქართველოს ავტოკეფალია ანუ ეს პერიოდი არის ესე იგი ყავს მაგრამ ესენი გარკვეული ძალები ბერები უარდებოდნენ და ნუ არ აღიარებდნენ საბოლოოდ ხვდები რასაც ვიდახი და ამის შემდეგ უკვე ძალიან სტროგად რა ძალიან კაცრად უბრძანა უკვე პატრიარქმა და ამის ამ თავხედობას თავი ეს მინდა რომ თქვა თორე 1010 წლიდან 33 წლამდე რომ მელქისედეკ პირველი იყო ის სხვადასხვა წმინდანათაა შერაცხული მელქისედეკ პირველი ახლა აი შენ რასაც მიყვებოდი უფრო დაღეჭილათა დასკვნით ნაწილში და აქა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის კიდევ რომელიც სხვადასხვა ხო კარგი ამას ბოლოში ვიტყვი დასაბამს ღმერთმა და კაცი ეს დასკვნითი ნაწილია შემდეგ და ასე დასაბამს ღმერთმა და კაცი ხატად და მსგავსად თვისად რომ მის მიერ ხილული და უხილავი საზოგადო საკურველით თავის თავში შეაერთოს ყველა შესაძლოები და გზნობადი დაბადებული რათა სათნოებით ექნეს თავის შემოქმედს სასოებად ხოლო ის ამგვარი სიმდიდრის მადლისაგან გაშიშდა ცდომის მიერ და განდგომი და შერისხულ მონათა მონობა მოუტანა თავს მაგრამ მისმა სახიერმა დამბადებელმა თითქოს და თავსიდო თავისი ხელი ქმნილი ამოდენა საქმის კაცის უგუელყოფა ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისა და მარად ქალწულის უხსნერ საშოში
არა პირველისებს ეჭვის მადლით, არამედ უკვე გვამოვნობა შეერთა თავისთავთან და ზესთა ბუნებითა გააღმერთა მისგან მიღებული და მასთან ერთგვამქმნილი კაცი, რომელიც იყო პირმშო ყოველი შობილისა. მან თავს იდვა მრავალ ძმათა შორის პირმშოთ ყოფნა და ყმებსაც ეზიარა ხორცითა და სისხლის. მან, რომელიც ერთია და ყველას თავი, ჩვენ მისი სახელის მიმართ წოდებული, მადლით მის გვამად გამოჩენილი და იმ თავის მადლით მის ძმად აღიარებული და იმ თავის გვამად გამოჩენილი იქა გვიყვანა, სადაც თვითონ არის ჩვენი იმედის თავი. ღმერთის თანამკვიდრი და წმინდათა თანამოღვაწე გავხადა და სული სამკვიდრებლად გამოგვაჩინა, რადგან როცა თავის გარშემო შეიკრიბება თითოეული ასო, ცომად გარდიქმნება ყოველგვარი აზელი. ამისთვის მოგვეცა თავიდან ბუნებითი, ხოლო შემდეგ გაწერილი რჯული. განკაცდა ღმერთი. ამისთვის იყო ქალწულისაგან შობა, ბაგა, შეხვევა, მადიდებელი ანგელოზები, ვარსკვლავის მოძრაობა, მოგთაკან ძვენის მორთვევა, წინა დააღწვეთა, ნათლისღება, ზეციდან დამოწმება, ჩვენთვის ჩაქოლვა და ნება უნებლისა, გაცემა, დალუწვნა, დამარხვა, აღდგომა, ზეცათასვლა, ამისთვის იყო მოციქულთა ქადაგება, მოწამეთა სისხლი, მოძღვართა სწავლებანი, ღირსი მამების ოფლი, კეთილმსახური და მოწმუნე მეფეების გულმოდგინება, ღვთისმოყვარე მთავართა მოწადინება, ღვთის სახის, მღვდელმთავრობის, რწმუნებულთა გამდედაობა მოწინააღმდეგის მიმართ, მღვდლებისა და სამღვდელოების სიმხნილ თანამებრძოლობა, ცოდვისათვის სიმამაცით წინააღმდეგობის გაწევა. სადაა ეს ყველაფერი? ნივთიერი ქონებისაგან დაცლილი მონაზონთა დასისა და ქრისტეს მოყვარე ერის სულიერ დასთან ერთობა. ნუ ნახე რას გვეუბნება, მე მაგის საპატრიარქოსთანაც კეთვი კაცო, შეკაი კაცო, გვეუბნება სიმამაცით ბრძოლა, ცოდვისათვის წინააღმდეგობის გაწევა, იყვირეთ, იწილეთ, ხირაზე გადადიდო, აგერ ეპისკოპოსები ბრძოლებში ხდებოდა ფარშო და ეს ილოცე და წყალიასხი დავიქეცი უკვე მე არ ვიცი უფლისი აი ღმერთმა მართლა თუ აი უფლისხელი თუ არ ჩაერი მე ვერ ხედავ საქართველოში მართლა ვერ ხედავ ძალას ჩვენ გადავიდეთ მე მაპატიე მაგრამ ესეთი დავამთავრე 5 წუთი დარჩა და მე დავამთავრე ბაბის შეტყვა და ისე დიდად არ შეიძლება ამისთვის იქდა ქრისტეს მოყვარე და ღვთის დაცული მეფეების მიერ ღვთისმოყვარე ეპისკოპოსებისა და ღვთისსათნოდ ყოფილი მამების კრებების მოწვევა დროდადრო რომ საქმის სრულყოფილი სარწმუნოებით ღმერთთან შეაერთონ ქრისტიანები რომელთა მონდომებად კეთილად მიბაძა ჩვენმა გვირგვინოვანმა სახელოვანმა და საყვარელმა ძე დავითმა რომელიც ერთდროულად ხნეცარი და ბრძენის ყუდროცა და მშვიდით სახიერის და ტკბილით მოწყალეს და ძვირუხსენებელი და მიმსგავსებულია სახიერებით ღვთისა რომელიც აღმოუბრწყინებს მზეს ყოველთა და ყველას თანასწორად ზდის წვიმით გარეშე ბრძოლაში წინ ვერავინ აღუდგება და გარეგნული შესახედეობით სხვა კაცთა შორის სწორუპოვარია დიდად კეთილი არის როგორც გმირი მშვენიერია როგორც სიძე წყინვალია როგორც ცისკარი ნაყოფიერია სიკეთით როგორც აღმოსავლეთი წარმატებებით ყვავილოვანია როგორც ღვთის სამოთხე თავსარიდო რომ უფრო მეტად არ ეღვაწა საკუთარი სულის სიკეთის გამწყინებისადმი რადგან ისინი ღვთის უსასრულობასთან ერთად უსისრულო ხოლო ეს ისინი წარმოვანი ხოლო ესენი ღვთის უსასრულობასთან ერთად უსასრულონი არიან შეხედე ამიტომაც შეიკრიბა ღვთისმოყვარე ეპისკოპოსთან პატიო სამღვდელთა
ღირს დიაკონთა ქრისტეს მოყარე მონაზონთა დაყუდნებულთა და მეუდაბნოებთა კრება ორ ერთმანეთის ახლო საერისთავოში რუისა და ურბნისში ქართველთა უბიწო ახლა მოდი ამასაც დაუფიქრდეთ ქართველთა უბიწო სარწმუნოებას რაიმე ბიცი არ შეხებია ეს ღმერთმა ნუქნას არ გეცრუებით შენ სიწმინდით შობელო ჩვენო წმინდაო კათოლიკე ეკლესიაო არ გაგცემ ჩვენ ჩვენო სიკადულო მართლმადიდებლობაო რომლისათვის არასოდეს გვიღალატია რაც მისი შეცნობის ღირსი გავხდით და რისი მოწმეც ჭეშმარიტება ეს შეკრება მოხდა სხვა საეკლესიო და სამღვდელო საქმეთა ძიებისათვის ამ კრების თავი წინამძღოლი და სახე იყო ღვთის კუთვნილი სულიერი სიმშვიდით მოსეს მსგავსი დიდი სამოელის ერისთვის მლოცველი და სრულყოფა და მადლის მაცხებელი ღირსი თავარეპისკოპოს კათოლიკოსი იოანე მთელი საქართველოს მამათავარი და მასთან ერთად ირწოდა სრულიად ზემოჩემოთვლილი მრავალრიცხოვანი კრებული აქ როდესაც მიდის საუბარი რომ კაცო არ გეხებითო და სიწმინდეების შობელი ხარ ჩვენო წმინდაო კათოლიკე ეკლესიაო ამ დროს არ მიდის საუბარი მთელ ეკლესიაზე ეს უკვე 1005 წელია და 1054 წელს უკვე გაყოფა მოხდა გამიგე რასაც ვიძახი უკვე არის მართლმადიდებელი და კათოლიკური ტოის არ გერჩი ჩენო შენი სიწმინდეები ყავს გცემ პატივისო მაგრამ ჩვენო მართლმადიდებლები ვართ თუ გაიგე რასაც ვიძახიან და ჩვენ ამას ვადგებითო მაგრამ შენ არ გებძვითო ხო გაგიგონია რომ აუა შემდეგ რა მოხდა მე არ ვიცი მე ბევრი რამე მოხდა რასაკვირველია რომის კათოლიკურ ეკლესიაში მაგრამ მე ვიძახი ეს იყო 1005 წელს ამას ეს ლუის უბნისის კრება იოანე მე-6 საფარელი ვინმე ვიცის ვინ იყო მე 10-დან 9 სასულიერობის რო შემეკითხე არ იცოდი ვინ იყო თურმე ლუის უბნისის კრების თავმჯდომარე ყოფილა კაცი და ესენი თვალებში უყურებდნენ სულ ეს ჩონგიდელის და იყალთოელის და ვინაღად კაციშვილ არიცის და სხვადასხვის სახელი რა უწმინდესი არის დაწერია რომ უწმინდესია ღირსი მთავარეპისკოპოს ნუ არ ვიცი ახლა კაია ეს ცოტა ესეთი თემა ამას მართლა ვერ იგებენ შალვა უკვე ამდენმა გადახვევა უკვე საუკუნეების წინ მიგვიყვანა ამ დონეზე რომ ჩვენ ღმერთს უწოდებთ წმინდაო ღმერთო წმინდაო ძლიერო და მომტავებს ცოდვილ ადამიანებს უწოდებთ უკვე აღმათებულთობას უწმინდესებს არ შეიძლება ეს ბიჭო უფლისიდაშია ეს შალვას მარტო საქართველოში ხო არ ხდება ეს სოფლიო პატრიარქი საქართველოში რო არ ხდება ესა უბედურობა რა შეიძლება კონსტანტინოპოლის პატრიარქს რა ქვია მისი ღვთაებრივი უწმინდესობა ალექსანდრიის იმას რა ქვია მისი ღვთაებრივი უნეტარესობა ანტიოქიის პატრიარქ მისი ღვთაებრივი უნეტარესობა იერუსალიმის პატრიარქ მისი ღვთაებრივი უნეტარესობა არ შეიძლება ძმაო რას ქვია ღვთაებრივი არ შეიძლება და თუ შეიძლება იმიტომ გვაქვს კარგად საქმე ბიჭო ვერ გავიგე კაცო უწმინდესი უფრო აღმატებული ფორმა არა სიწმინდის ღმერთზე წმინდანი ღმერთზე უფრო სულთადა წმინდა აკაცო ვინმე მომტავი არ შეიძლება ჩვენ ეს კერთაყვანისმცემლობა სხვა კი არა რო იძახია თვითმკვლელობის თოდვა ამაზე დიდი სოდვა არ არსებობს თვითმკვლელობა და ეს თურმე რატო ბიჭო წერია რომ ერთადერთი დანაშაული რომელიც არ ეპატიება არასოდეს და არ მიეტევება ეს არის სულისწმინდის გულო ხატომ რა ეს თვითმკვლელობას მიაწერეს კაცო ხარდა ეს კერთსაყვანისმცემლობაზეა საუბარი სინაის მთაზე რო ავიდა ის აქია მოსე და 10 ცემა რო ორი მასე დაუწერა შემდეგ ეს ოქროსკერპი ღმერთმა
სულ ამოუშუშა მომათ და დაუვარდა მუხლებში მე თვითონ დავსჯიო ჩამოვიდა იცით მაშინ რომ გეიქცა რამე და 3000 ებრაელი ამოწყვიტეს თო მეოთხედი ამოწყვიტეს ებრაელებს მაშინ უთხრა აიგეთ ხლებიო რომ გაიქცა დაამტრია ეს ორი ფილა გაგიჟდა გაეკიდენ მოწაფეები და აიგეთო ხლებიო ძმა მოკლა ზმა ნათესავი მეგობარმა მეგობარიო და 3000 ამოწყვიტეს იმ ღამეს ახლა ნუ არ ვიცი რა რავი ერმილე ძალიან გადახვეული ქრისტეს ჯულისგან მოკლედ რა ანუ მე რაღაცის თქვა მინდოდა იცი შალვა იცი მე ქალბატონ დენიზას უბაძეს რო ვესაუბრებოდი და მან დეტალურად ყველაფერი აღწერა ჩამოყალიბა ეს ებრაული კლანი საპატრიარქოში როგორც არის ჩაბუდებული და ეს ებრაელი რომ ასწავლის მე სიტყვაზე ნუ ეროვნებას არ მოვუხ მე იუდაიზმის მიმდევარი რომ ასწავლის მე ქრისტიანობას როგორ უნდა მოვიქცე სწორად რა მეცნიერება მაგდროს და ვეუბნები მეთქი 40 წელიწადი გადარად ხარი უდაბნოში და მაინც არაფერი არ გიშველათ მეთქი და მე რას მასწავლით ქრისტიანობას თქო მაგრამ რაშია საქმე იცი ალბათ ძალიან დიდი საქმე გააკეთეს ვაი და ცუდად საქართველოში ეხლა ჩვენ გიორგი მთაწმინდელი ვახსენეთ ნუ ახლა მის გარეშე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია როგორც ეფრემის გარეშე წარმოუდგენელი არის რაშია საქმე იცი როდესაც გიორგი მთაწმინდელი დაბრუნდა ამ ყველაფრიდან და ბაგრატ მეოთხის პერიოდი არის როდესაც აღმშენებლ ჯერ დიდი თურქობა არ არის დაწყებული საქართველოში და აღმშენებლობა რომელი ალახ ეკბერს რო იძახის იქ ჩადოლა ხოდა ესე იგი აუკლარჯეთი ასეთი უნიკალური როგორიცაა ოშკი იშხანი შენდება ბაგრატი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი არის ქუთაისში აშენებული და ხედავს აი ამ დიდარ და ამ ძლიერ საქართველოს რომელიც აშენებს ესეთ ულამაზეს და უნიკალურ ტაძრებს და ეს კარგიაო და ეუბნებიან აი გიორგი მთაწმინდელს რომ აი როგორი კმაყოფილი ხარ შენ იმით რომ საქართველოში ამხელა ეკლესიები ეს კარგი არისო მაგრამ აი ხალხს რო უჭირსო გლეხებსო ამათო იქნებაო იმათ მიაქციოთო ყურადღებაო ხო და ეგო ჩვენთვის არ დაუვალებიათ და არ გვაინტერესებსო აბა იქ ზემოთ ეგ არ აინტერესებდეთ რო იცოდეთ ანუ რა რისი თქვა მინდა უბრალოდ ყველაფერი კარგია რა თქმა უნდა კარგი არის ლავაზი დიდი ტაძრების მშენებლობა კარგი არის ხუროთ მოძღვრება ყველაფერი მაგრამ უპირველესი არის ადამიანი და რწმენა ადამიანში თუ კი ადამიანში რწმენა არ დარჩა მეორედ მოსვლის ჯამსო ოქროს გუმბათები დაედგმება ეკლესიას მაგრამ ხალხი რწმენა არაფერი არ იქნებაო და ეს რო აი ყოველი შობა როდესაც მოდის ახალი წლის პერიოდი როდესაც მოდის საქართველოში სულ არის ერთი და იგივეზე ლაპარაკი ჩვენ უნდა აღვნიშნოთ 25 დეკემბერს უმეტესი ქრისტიანობა 25 ჩვენ რუსულ შობას აღვნიშნოთ რა ამ ხალხს ჩემო შალვა ღევანდელ ხალხს ქრისტიანობის შემორჩენილი რიტუალების დონეზეა ყველაფერი დასული ხო ეხლა ქრისტიანობა ქრისტერისთვის მოვიდა ადამიანების განთავისუფლებისთვის ხო თავისუფლებისთვის მოვიდა ოღონ აღვირახსნილობისთვის კი არა თავისუფლებისთვის სულის გათავისუფლებისთვის მოვიდა და ისლამი ხანდახან შენ რო ამბობ რომ მუჰამედის ნაკადაგები უფრო გაძლიერდა და გამკაცრდაო ისლამი თვითონ პირდაპირ თავის სახელწოდებაში მორჩილებას ითხოვს ანუ დამემორჩილე მე შენ მასე ითარგმნება ჩვენ არსი თვითონ რელიგიის არის რომ შენი აზროვნება გონება ნაკლად მე დამემორჩილე რასაც გეუბნები ქრისტიანობა გეუბნება ესაა კარგი ესაა ცუდი შენ თვითონ აირჩიე რომელ მხარეს გინდა იყო და რაშია საქმე იცი მე აი ამ დღევანდელ ქრისტიანობაში რასაც ვხედავ ვატყობ ძალიან ისლამის ელემენტებს ანუ შენ თუ შენი თავისუფალი აზრი გამოხატე ეგ არაა შენი საქმე ჩვენ წადი მოძღვარი ნახე იმას მოусმინე აღსარებები მითხარი ეს მითხარი მე მეტანიები აკეთე და მე მოდი და მე მელაპარაკე რა სესულელია რა შეხება აქ ამას ქრისტიანობასთან მე ერმილე შენ მოგიყევი მე მგონია როდესაც აქ არა ორი სხვადასხვა ჯერეთი თავიდან დავიწყოთ რომ ჩვენ საქართველები გავსხვავდებით სხვა ერებისაგან
რომ ჩვენ საერო პიროვნებებს ბევრად მეტი უფლება გვაქვს ვიდრე სხვა ქვეყნებში აი სულიერების ამბავში რომ ჩაერიოთ იმიტომ ჩვენდენი წმინდანი საერო პიროვნებები წმინდანებად რო არიან შედიწყური სოფლიოში არსად არაა ბოლო 100,000 მოწამის ქვეყანა ვარ და ბოლო ქეთევა წამებული მყავდა დამთავრდა ამით ყველაფერი კი გასაგებია გარეჯელი ბერი ბერი კი მაგრამ 100,000 მოწამე ხო ხტები რასაც ვიდახი და დიდ მოწამეები სულ ყველა დიდ მოწამე ვინც ხავდა ყველა საერო პირი იყო ჩვენთან ხო და ეს ერთი მეორეც ერთი რამდენჯერ შევსრულა საპატრიარქოში გამოსახლებები უკვე მაშინ 250 კაცს ხოდა თავი მოკლული ვეუბნები ხალხი თავს იკრავს სოფლიოში არსად არ არის ვეუბნები მსგავსი მიტროპოლიტებს ველაპარაკები ეს ჩვენი საქმე არა ჩვენ მაგაში ვერ შევერევით იყიდება მიწები ბრძოლა სოფლები მოგიყევი რომ გამოვიდა პირდაპირ რომ გამოვიდა ეს ეკლესიის წინამძღვარი დედოფლის წყაროში და აქ გზებს ნუ მეკატავთო იქ როდის მოკლავენ არ ვიცით ჩვეულებრივ ცემატყება მიდის კაცო ვათრევთ ვერ გევიგე ვინ ვისცემდა ვერ გევიგე და გამოდის აქ მე თქვენ რო შევარდი ხო გითხარი მეკლეს ჩემო ბღავილმა იყო იგავ შენ ნორმალი თუ ხარ მეუცა ან მარადის ძოლა არ გაიგონი არც მამაოას ადროის მამაო და ფოქსტროტია შენ მეუძღარ მარაბდის ომი საერთოდ გაგიგონია ორი ეპისკოპოსი ხაჭაშნელი და რუსტველი ძოლაში ხმით ხელში დაეცე როდესაც კონსტანტინე მოკლა თავისი მამა და როდესაც ის რა ქვია მამა და ძმა რომ მოკლა მაშინ ნეკრესელი მოკლეს იქა აჩეხეს და რუსტველი რავასუცუ დღეში იყო და ალავედელი მძიმე დაჭრეს სიმწრის გორის დროს 800 აბჯოსა 700 აბჯოსა ფაჯოსანი ერთ-ერთი პირველი ჩახოცეს არ ვიცი აი როგორ გითხრა რის ვილოს ბიჭო ლოცვას თავისი დრო აქვს ან ვიღაცები მიდიან და ილოცეს რაზე ბიჭო როგორ წესი ლოცვა ხდებოდა ბრძოლის წინ როდესაც მასობრივად ლოცულობდა ხალხი ამის შემდეგ ამ ბრძოლის წინ აი ასეთი დიდგორის დროს შამქორი ფასიანი ხრესილი წანი გავიგეთ ლოცულობდნენ მაგრამ მიდიოდნენ მე და სიზღვრიდან მოხტურისას კაცო რაზე აი ვერ გავიგე რა ფიცე რა ხდება გარშემოს რა ყველა თავის შუაზე რაღაცა ესე იგი საერთოდ განამარტო ქრისტიანობაზეა საუბარი ოდნავ ბიჭო სიკეთე უანგარო სიკეთის კეთება სიკეთის უაკეთებ შენ და აკეთებ უანგაროდ ხო დამთავრებულია ლაპარაკი შენ ღვთიურ საქმეს აკეთებ უკვე შალვა ცოტა აკეთებ კადრიდან ახარ გასულ კადრიდან გავედი ხო ახლა კარგად ხარ არა შენ ხო იცი რომ მაგალითად აკეთებ სიკეთეს და აკეთებ ამავე დროს უანგაროდ ხო შენ მაგაშია ბიჭო შეიძლება ყველა მოატყუო ღმერთს ხო ვერ მოატყუე ღმერთმა ეს ხო იცის შენ უკვე აკეთებს ღვთის საამებელ საქმეს შენ უკვე მისგან მიღებული ხარ როგორც წესიერი პიროვნება და გზა შენ რაც არ უნდა იპონტო ესენი რო იდგნენ ხელში ვინ ჯულისკანონს ყურსად უგდებს მისი ლოცვაც კი სიბილწიაო წმინდა წერილში წერია ამათ გონიათ რომ დეიკარებენ და ლოცულობენ მაგრამ შანსი არ არის ძმაო შალვა მე ერთი რაღაცა მინდა ვთქვა ბუდიში სიტყვა არ დატოო აი წელან დაიწყე იმაზე საუბარი და ხო იცი რელიგიის შეურაცხყოფა წმენის შეურაცხყოფა როდესაც დაიწყეს საქართველოში და თვითმკვლელი ღვთისმშობელი რო გამოხატეს და ეს მაშინ იყო რომ ჩვენი ბიჭები იყვნენ მივიდნენ იქ რუსთავი ჟურნალისტიც ემეს რომ ვინც ეს გააკეთა რა და რატო გააკეთეს ეს ყველაფერი ცალკე საკითხავია რა მიზან მიმართულად რომ გამოიყვანათ წყობიდან რელიგიისთვის წმენისთვის მიეყენებიათ შეურაცხყოფა ხო და მაშინ მივიდნენ ჩვენგან და უთხრეს იმას შიოს და ჯაღმაიძეს რომ ასე წმენის შეურაცხყოფისთვის დაიჭირეს ბიჭებს ვერ აიტანეს ეს ყველაფერი და
თუ შეიძლება გვერდში დაგვიდრეკით რომ არ დაღუპონ ეს ბიჭები და არ მიცენ რაღაცა 10-15 წელიწადი რამე როგორ ჩვევიათ ამასთან მაგრამ რა უპასუხა იცი მერეო ქრისტესთვის წამებასო ელო ნატრობდეთო და აგისრულდეთო გაიგე ხო და ახლა თურმე დღეს გევიგე შემთხვევით რომ თურმე ზია ამაღლობელი როა ერთი სახაროვის პრემია რომ იცეს ეს სოროსელი ქალი დაჭერილი თურმე იმის შეწყალებით ჯაღბაიძეს მიუმართია არაერთხელ იმისთვის თურმე პრეზიდენტისთვის და იმისთვის და ბიჭო ეს პირწავარნილი სოროსელები ადარდებთ ამათ ეს ღვთისპირისგან გადავარდნილი ხალხი და ვინც მართლა წმენისთვის თავსდებდა და ვინც აკვდებოდა და ეწირებოდა იმათვის ყარ ამოუღიათ ამათ და ამათი ფარისეველი ამ მთავრობის კიდე რა ვთქვა ამაც ახლა დღეს ქონდა დიდი კელაპტრები დაკავებული ხელში და აქცეული იყვნენ კისრისტეხით სამებაში და ალბათ სადმე იქ ახლოში რო დადგებოდნენ შიოსთან მეტი მადლი გადმოუვიდოდა ამას აღარ ქვია ქრისტიანობა მაგრამ მარტო მაგათ არ მომისმინეგენ ეცვალე მე ერთი რამე მინდა გითხრა არ მინდა რა ასე ხანდახან კი არ მე უკვე იმათ ავთვლი რომ ეს საჭირო იმიტომ ასრც ვერ ვხედა შევჭამეს 24 საათი ბიძინა ივანიშვილმა სამება ააშენა შევჭამეს სამების ახალგაზრდულ ცენტრში მე შენ მოგიყევი სამებაში როდესაც ეს ჯაღმაიძე მიტროპოლიტი და მეორე მიტროპოლიტი რა ვიცი ეს იძახის იაკობი იყო გამისამით მაგრამ მე არ ვიცი არ ვარ დაწუნებული რა ჯაღმაიძეს ხო ვიცნობდი რომ გამოვიდა და გაანადგურეს ქრისტეს ჯული თურმე ქრისტეს ჯულს იგივე მნიშვნელობა ქართველი კაცისთვის რაც ისლამს ბუდიზმს და იმას რა ქვია იუდევის პირდაპირ ტექსტი საუბრობენ და ჩვენ რომ ვისწავლით ამას თანაფარდად უნდა ავირჩიო და მაშინ იყო რომ ზუსტად გამოვიდა ეს ჰაჯი რამინ იგიდოვი მუსლიმი კაც ხო ნუ მუსლიმთა თავარი შეიხი კაცო მაგრამ ესენი რომ გამოვიდნენ მერე გამოვიდა ჯაში სოფოკილაძე განათლების მინისტრი ეს არისო ეს ლონჯარიას 4 მოადგილე რა ვიცი მთელი ეს უბედური ხალხი და მე ეს გამოვიდა და წარმოედგინე კაცმა სამების ახალგაზრდულ ცენტრში ქრისტეს ჯული დაიცვა კბილებით მუსულმანმა კაცმა მუსულმანთა მთავარმა შეიხმა ხო და მე რექეიცი გავარდი იქინე და ნუ ჩავშალე მასლა ხო და მე ერთი რამე აი მე არავის არ აქცევენ ეს ხალხი ყურადღებას მე არ ვიცი რა მოხდა კანოჩე ამ ჟვანიას გარშემო მე არ ვიცი არ ვარ დაწუნებული რა იყო როგორ იყო ჟვანია დასვენებული იყო სამებაში ჟვანია იქიდან გამოასვენეს და პანთეონში დაკრძალეს და გამოსაცხოვებელი სიტყვები იყო ისეთი მე არ ვიცი აღმაშენებას უფრო ასეთი თოვანებელი სიტყვები არ ეხნებოდა შემდეგ გადის რაღაცა დრო და ჩვეულებრივად უკვე ქოცების დროს სასამართლო პროცესი ამ ხარჩილაძე და მეორეს რა ერქვა ხარჩილავა და ესენი რო იყვნენ რა დაცვის უფროსი და თანამშრომლები ჟვანიას ხო მაგრამ ხარჩილავა და მეორე რაგვარი იყო საფა გვარი ამიშნა ხო აგენი განა ამათი სასამართლო იყო ეს იყო და ის რა ქვია ძაძამია ორმა პიროვნება განა ამათი სასამართლო იყო აქ იყო იმის დამტკიცება რომ თურმე ჟვანიას რამე დასამალი კი არა რომ ჰომოსექსუალისტი იყო ეს პროფესიონალი იყო და ერთი 50-ჯერ მე მაინც გავყავი და მაგის დედ შემომთავაზა და გადაცმული როგორ ამაზე კაროჩე იყო კაი ხანი და გააშუქეს შეგაიკაცო საპატრიარქო რო საპატრიარქო ხარ ერთხელ ამაზე პროტესტი გამოგერწყვა რაზე ბიჭო ეს კაცი თუ სოდომისტური ცოდვით ასეთი იყო შეპყრობილი სამების კათედრალურ ტაძარში რა უნდოდა დასვენებულს ვინმე შეეკითხოს იქ მერტი ბუდობს იმის შემდეგ რა ჯო ახლა რაფერ გითხრა შალვა არა უნდა თქვენ ხوار უბედავთ კაცო ამ კაცზე რა აგედი ამათ კი არ ამათი სასამართლო კი არ იყო ძაძამიას და ხალჩილავასი ნეო როგენახავ ესო შავი ის ქონდაო შავ საიმაში
და ერთი 50 ჯერ სხვადასხვა პარტნიორთან ბატონ მელახტიო. შალვა. თურმე ეს დამას უსმეს, ხო იცი საპატრიარქო. მანამდე დასვენებული ყავდა სამებაში. და გამოასახლეს ზარზეიმით პროსტო წეიკითხე გამოსათხოვებელი სიტყვები. და პანთეონში დაგზავნეს. შალვა. არათუ სოდომიტი გამოასვენეს. ახლა შენს კარგად იცი მაგანე რა კატეგორია არის. ერთი ჟოზეფინას რო უძახიან. ჟოზეფინას. ებრაელების აგენტია პირდაპირ ჩასმული ყველაზე მეტი განსწავლული რო არის ამ ჯულის კანონში. საპატრიარქოში და სამებაშია ეს ჟოზეფინა. ხო, ანუ LGBT-ია, ღიად LGBT არის და იქ დატრიალოს სულ იქა. რა უნდა იმას იქ. მოდი ერთი ეს ვთქვა და მე აგერ ქვევით წერენ ბიჭო. მარტო ჟვანია შევარდნაძე რო გამოასვენენ ძმაო. ქართველი ერის დამაქცევარი იქ სიტყვები იყო ნათქვამი. ხო და შევარდნაძეს რა ბოდიში რა ერბილე. საერთოდ თავისი ხელით შევარდნაძეს ნახევარზე მეტი საქართველოს თავისი ხელით რო ამოეწყვიტა, ხო? აი თავისი ხელით გეუბნები დაეხვიტა ნახევარი საქართველოს. უფლის წინაშე უფრო დიდი ცოდვა, ვიდრე სოდომისტური ცოდვით შეპყრობილი ადამიანი არ არის, მოკლედ გეუბნები რა. ეს არის ყველაზე მაღალი. ამაზე დიდი ცოდვა აღარ არსებობს. თუ გინდა დავდეთ მე-18 კანონსაც ვიტყვი, თუ გინდა და ეს ყველაზე დიდი ცოდვა. და თურმე ეს პროფესიონალი მეძავი ყოფილა. ასე მე ამჯერა, მაგრამ ასე ძაძამიამ და ხარჯილავა და მთელ სოფლიოს მოდეს. რომ თანაც როგორ იცი თურმე ჩვენთვის ქართველებისთვის ეს სამარცხვინო კი არაა გასულ. ეს მისასალმებელია, მისაბაძია. ჩვენთვის ეს საამაყოა. რომ მეორე პირი სახელმწიფოში და აგერავა. ჩვენს ვარს არაფერზე არ ვიზახი. არ შეიძლებოდა ისე დაედგა სცენარო გამოვიდნენ ეს რაიმე უსუბოვიდა ქალს მიაყენეს შეურაცხყოფა და ქალის ღირსების დაცვის გამო შეაკვდნენ ესენი. არა ორივე ტიტულები ისე პოზებში რა ვიცი რა საზიზღრობები რა. არ მინდა შევარდნაძე კი გენაძვალე სატანა იყო, მაგრამ სოდომისტური ცოდვას გამოკაი ღმერთი ერთადერთი ჩამოვიდა. მამაღმერთი დედამიწაზე. თანაც ყველაფრის დამნახავი, ყველაფრის მსმენელი. და სოდომისა და გომორის ღაღადება მოვიდა ჩემამდე და ჩამოვედი სანახავად არის თუ არა მათი ღაღადებისა მათი საქმეებიო. არ დაუჯერა თვალებს დაყურებს ღმერთმა ბიჭო. და ასეთი ადამიანზე მოსპეს რა ჯვანია. ხოდა მაგის თქვა მინდა მე ზუსტად რომ ბიჭო იქ გამოსვენებული ერთია და იქ ვინც მსახურობს ანაფორაა შემოხოვი იმასე რახმები დადის. არ მინდა მაგაცე ლაპარაკის მე ერთი რაღაცის თქვა მინდა. ქალბატონო დენისამ თქვა რომ ძალიან საინტერესო ფაქტები მაქვს. მე უთხარი ჩემთან რაღაცა მე უთხარი და როიცოდე არ მინდა ახლა თქვა გზაში არ იმიგრიხონ კისერი ამ დღე ერთოდ ქალბატონო ძალიან საინტერესო რაღაცეები აქვს. იმაზე ამ ებრაელებზე ახალი რაღაცეები აქვს სათქმელი და ჩაწერეთ ლაივი ძალიან საინტერესო იქნება რა. კი გვექნება ჩვენ მომავალში მოკლედ დღეს ქრისტე ქრისტიანის ძირითადი ორი ასე რომ ვთქვათ არსი არის ორი ძირითადი. ეს არის შობა, ქრისტეშობა და ეს არის ამდგომა. აი არის ქრისტიანობის უფლის მოვლენა და დროებით აღდგომა. აი ამ ორ ძირითად რამეში არის არსი ქრისტიანობის და ქრისტეს. უნდა მიბაძო ადამიანმა ცხოვრებით, რასაც უფალი იესო ქრისტე ამბობდა, აკეთებდა, როგორ რეაგირებდა შეურაცხყოფაზე, როგორ რეაგირებდა ცილის წამებაზე, როგორ ახლა ის უფალი იყო და ძნელია რომ ადამიანმა ისკნა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რასაც თვლიდა სწორად, ის არის სწორი და არა ვიღაცა რა ვიცი მე ვინ რარჯულისა ანაფორაში მყოფი. მე კიდე ერთხელ ვამბობ რა ვაი თქვენ წიგნობრებო და ფარისევლებო. მაგაზე ერთადერთხელ არის რა ვიცი საერთოდ ქრისტე იესო მამაღმერთი არ მაქვს საუბარი, იმიტომ რომ მამაღმერთმა
წარღვნითაც დასაჯა ხალხი ისიც დაატოვებია რა ქვია ედემის ბაღის დაატოვებია სოდომ გომორის დაასწორა ანუ ღვთის რისხვა მამაღმერთი ძალიან მკაცრია მაგრამ აი ქრისტე რომელიც მოვლენილი იყო სითბოსთვის ერთადერთხელ ამ რისხანებაში ჩავარდნილი და მხოლოდ მაშინ როდესაც დაენახა ღვთის სახლი ავაზაკთა გამოქვაბულათო გადააქციეს ფულის დამხუდავება და ტაბლები რო დალეცა თავისი წიხრითო დალეცა ყველაფერი რა იმის წინ ალო გაჭედა ალო რა ხდება ერბილე ერბილე საგაქრა საძევი და იგაც ერბილე დამიბრუნდი თორემ გული გაცივდა ვაიდე და ჩემი ისმის ჩემი ხმა ისმის ჩვენ მე სხვადასხვის არ ვიცი თუ აი ესე იგი სოფლიო საეკლესიო კრებებზე ჩვენ მქონდა ადრე აი ასე ესა და აი რატომღაც ისიც რა არის ეს ეკლესიის მსახურები როდესაც საუბრობენ კაცო თუ იმას საუბრობენ რა დიდი ჯულის კანონში წერია რასაკვირველია უნდა მოусვინო მაგრამ თუ ის ეწინააღმდეგობა ჯულის კანონს რატო უნდა მოусვინო კაცო ის უკვე რააცვია რა ახურია მაგას არავითარი აზრი არ აქვს რუისურნისის კრება რატო არის დიდი ჯულის კანონი ეს იმიტომაა დიდი ჯულის კანონი რომ ის არის დაფუძნებული 7-ვე მსოფლიო საეკლესიო კრებაზე რაც წარმოადგენს მსოფლიო საეკლესიო კრება მსოფლიო საეკლესიო კრება წარმოადგენს ერთადერთ ავტორიტეტს ჯულის სწავლებასა და საეკლესიო კანონს შემოქმედებაში მასზე მიღებულ კანონებს მინიჭებული აქვს უცოდველობის და მარადისობის სტატუსი არც შემდეგ კრებას უფლება არ აქვს წინა მიღებული კრების თუნდაც ერთი სიტყვა შეცვალოს მიუმატოს უფლება აქვს გამიგეთ რასაც ითვლებას რომ ეს არის უფლის სიტყვა სულისმიდის შაგონებით მოსული კრების მონაწილე ეპისკოპოსებამდე ამიტომაც ყველა კანონის ბოლოს სერია ასე ნებავს სულისმიდას და ჩვენ 7 ახლა ჩვენ შეგვიძლია თუ იქნა მოსახლე ჩვენ შეგვიძლია ცალკეული კრებები ნახევარსაათიანი დაახლოებით თითო 1 საათიანი თითო კრება თითო გადაცემაზე დავდოთ ამ და სხვადასხვის არ შეიძლება ასე ცვლიან თავის შუაზე რა ეგრეთ რაც წმინდა ეკლესია 7 მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაადგინა ის უნდა შეასრულო ვაი მას ვინც რაიმე მოაკლოსა მიემატოს ყოველივესო წმინდა სერაფიმ ესაროველიცეს არ არის არა აქვს უფლება არც მეფეს არც ერთ მოძღვას ეკლესიაში რაიმე ახალი კანონი შემოიტანოს ხოლო რაც თავიდან წმინდა მოციქულებმა დაამტკიცეს და მტკიცება წმინდა კრებებმა დააწესეს ერთი 100 და ერთი ბეწოც არ უნდა იყოს შეცვლილი ხოლო თუ ვინმე გაბედავს შეცვლას მიმატებას ან მოკლებას ასეც ეკლესია შეაჩვენებსო გამიგეთ რასაც ვიდახით ახლა არ ვიცი მე მგონია მე ახლა შემიძლია ამ 7 მსოფლიო ხო ამ 7 მსოფლიო საეკლესიოს გარდა კრების გარდა მსოფლიო საეკლესიო კრება ჩვენ ადრე ვისაუბრეთ მიღებულია კიდო 9 ადგილობრივი კრება ამორჩეული უამრავ ადგილობრივ კრებებს შორის რომელზეც მიღებული კანონები იმდენად მნიშვნელოვნადაა ესე იგი ჩათვლილი რომ მსოფლიო საეკლესიო კრებებმა
გაუტოლეს თავიანთ ეს არქივის ესამი გავის არქივის სამი დაოდეკი სამი და ორი დასაჯდები. კარგი გავთიშავ მე ალო სათხარ ალო კარგით რა მაშინ ახლა ერმილი არ ჩანს და შემდეგ გადავდებ და ან რუისურნესის კრებაზე უკვე ვისაუბრეთ ხო